გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს, ვიდრე კამერას ჩავთავდი. კარტი ამოვიღე ერთი დასტიდან, ამოვიდა უფროსი არკანი მაგი, მაინტერესებდა რაზე გავშალოთქო, ჩემმა მაყურებელმა იცის რომ ხშირად ესე უბრალოდ დასტას ვეკითხები, რა თემა გავაკეთო, გაშლა და თვითონ პასუხობს დასტა და მინდოდა აღნიშნა იმის რომ ძალიან დავაგვიანე ეს ბოლო პერიოდია ვიდეოების ჩაწერა, არსად არ წავსულვარ, ძალიან აქტიურად მუშაობ და ვერ ვიცლი ვიდეოების ჩასაწერად უბრალოდ დრომც რომ მქონდეს, იმდენი მომართვა წმენდებზე რომ ძალიან გადაღლილი ფიზიკურად ძალა არ მყოფნის ხოლმე, ერთი სული მაქვს მივიდე საწოლამდე. ვიცი რომ ბევრი ეზოთერიკოსი ბჭყალებში მისმენს, ვისთვისაც არის გამიზნული ეს ფრაზა გაიგებს. ბჭყალებში ეზოთერიკოსი და მაგი რატო ვთქვი? აი მათ მინდა კონკრეტულად მივმართო. ჯადოების მკეთებლებს, შემკვეთებსაც და შემსრულებლებსაც. აი რატო არ გეშინიათ იმისი, რასაც აკეთებთ? როგორ გისვენებთ ნამუსი, როგორ გძინავთ ღამე, როცა იცით რომ ადამიანის ცხოვრებას ანგრევთ. კარგი, სხვა ადამიანი არ გაინტერესებთ, არ გედარდებათ, რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვთ, ვითომ ჯადოქრებს და ვითომ მაგებს. რა თქმა უნდა, მატერიალური ინტერესი გაქვთ და შემკვეთებს კიდე მატერიალური და არამატერიალური, ზოგს შურისძიება, ზოგს სასიყვარულო მაგიების ჭირდება და ჯადოებით ადამიანის დაჭერა, ეს ძალიან ხშირი ის არის მომართვა მაგაზე, ჩემთან არა ღმერთმა დამეფაროს, ყველა მიცის რომ ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებ და კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ უკვეთავენ სხვებს, სოციალურ ქსელში აქტიურად ასწავლიან რაღაც ჯადოებს, არასწორი გაკეთებული მაგიითაც ბევრი მომართავს, ავტომაგიას ვეძახი ის, ვინც თვითონ რაღაცას თავის თავს უჩალიჩებს, ასე ვთქვათ ჟარგონზე. მოკლედ ხა ძალიან ბევრი რო არ გავაგრძელო, აი ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, დაიჯება ძალიან საშინელი სასჯელით. არ ვფიქრობ რომ რომელიმე ძალიან მარტივად გაიაროთ ეს ცხოვრება, თუ კი დღეს ყველაფერი კარგად გაქვთ და ასეთი გზით ნაშოვნი ფულით ბედნიერად ცხოვრობთ, ბოლოში ძალიან გაგემწარდებათ ეს ყველაფერი. ზოგადად, ვინც ჯადოებს აკეთებს, უკვეთავს, ეს ადამიანები არ მიდიან ამ ქვეყნად მარტივი გარდაცვალებით, იტანჯებიან, დიდხანს ცოცხლობენ. ბოლოს შეიძლება წყლის მიმწოდებელიც აღარავინ დარჩეთ, უყურებენ მათთვის საყვარელი ადამიანების უბედურებას, ყველას გაისტუმრებენ და ბოლოს ძაღლუმადურად ამოხდებათ სული. აი ეს ძალიან ისეთი უხეშად და მარტივი ტექსტით რომ ვილაპარაკო, აი ჩაფიქრებული მქონდა ისიც რომ ამ თემებზე ძალიან ისე მოკლე ვიდეოები საინფორმაციო ჩამეწერა, იმისთვისაც ვერ ვიცლი. უბრალოდ საშინელება ხდება ხალხო. ყოველი 10-დან ყოველ 9-ს თითქმის რაღაცა აქვს გაკეთებული. მენატრება ხოლმე კონსულტაცია, უბრალოდ ყოფით საკითხებზე, ან მომავალის ინტერესით და ასე შემდეგ. ვინც მომართავს, აბსოლუტურ უმრავლესობა თითქმის 99% მომართავს პრობლემებით და ამ პრობლემების სათავე სამწუხაროდ არის ვიღაცის ბოროტი განზრახვა და ჩარევა მათ ცხოვრებაში შავი მაგიის წყალობით. ეს ესეთი ისა, რაღაცა შესავალებით გავაკეთე, უბრალოდ არ მიშვებს გული და არ მithმეს ნერვები რომ არა უღნიშნო და შეიძლება სპეციალური მიმართვაც ჩავწერო, რომ ბოლოს და ბოლოს გაჩერდით, გეყოფათ, ცხოვრება მოგვეცა და სიცოცხლე მოგვეცა იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერი, ვაკეთოთ ჩვენი საქმე ადამიანების სასიკეთოდ და არა იმისთვის რომ სიცოცხლეს უმტროთ, ვიღაცას ცხოვრება დაუნგრიოთ და ძალიან ბევრი ისეთი მაგია არსებობს, ნეკრომაგია ერთ-ერთი რა თქმა უნდა უპირველესი და უძლიერესი, ხშირად სამწუხაროდ მიდის ლეტალურ შედეგებამდე, მიყავთ ადამიანები ლეტალურ შედეგებამდე და გაჩერდით, გეყოფათ. დრო არის რომ გამოფხიზლდეთ. ბოროტება არავის არაფერს სიკეთეს არ მოგიტანთ. გულისხმობ რა თქმა უნდა იმ შემკვეთებს და შემსრულებლებს და როდესაც წმინდა ყოველთვის ადრე ვფიქრობდი რომ არ გამეგზავნა უკან და ისე გამენადგურებინა და მერწმუნეთ მაგის ძალაც მაქვს რომ უბრალოდ დავწვა ის ყველაფერი და გავანადგურო, მაგრამ მერე დავფიქრდი და ბოლოს უნდა მოხვდეთ ბუმერანგი ცხვირში იმისთვის რომ ხელი აღარ მოუბრუნდეთ მეორედ ბოროტების ჩასადენად და ყოველთვის აღნიშნავ რიტუალის დროს, შელოცვის დროს
შემკვეთსაც და შემსრულებელსაც. არ იფიქროთ, რომ არაფერი არ მოგეკარებათ და რაღაც დაცვები გიყენიათ და ბნელი ძალები გიცავენ. შეიძლება რაღაც მომენტში გიცავენ, მაგრამ ფინალი მერე ძალიან საინტერესო იქნება. თემიდან გამომდინარე და ესე ჩემი მონოლოგიდან გამომდინარე, ემოციური მონოლოგიდან გამომდინარე, ორ ვარიანტს გავაკეთებ გაშლის და იქნება ლაპარაკი მაგიაზე. არის თუ არა თქვენ ცხოვრებაში რაიმე ესეთი გარეგანი ჩარევა, ნეგატიური მაგიური ჩარევა, რა თქმა უნდა წავიკითხავ ისტორიას, მაქსიმალურად ვრცლად შევეცდები აღწერო სიტუაცია იმისთვის, რომ მიხვდეთ არის თუ არა თქვენთვის ეს გაშლა. ზოგი ემოციური ადამიანი შეიძლება შეშინდეს და ამიტომ ესეთ ვრცელ შესავალს ვაკეთებ გაშლის წინაც და წინა ისტორიასაც საკმაოდ ვრცლად წავიკითხავ და ნახოთ არის თუ არა რამე ნეგატიური ჩარევა თქვენზე და ნახოთ მე ვინ რატორისთვის და ასე შემდეგ. აბას გაშლა გვაჩვენებს. პირველი ვარიანტი ვკითხულობთ წინა ისტორიას. წყლის მეფე, ფიალების მეფე. ნახოთ ეხლა რას გვეტყვის ისტორია. შეიძლება ეს თავად თქვენი აღნიშნული კარტი იყოს და მამაკაცებს აინტერესებდეთ მათი ცხოვრების შესახებ, გქონდეთ ეჭვი, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, შეიძლება ვიღაცამ ჩაიფიქროს საყვარელ ადამიანზე კონკრეტულად პიროვნებაზე მამაკაცზე. მაგრამ მაინც წავიკითხოთ წინა ისტორია. რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, აი რამ გაფიქრებინათ სიტყვაზე, რომ რაღაცა ნეგატიური ჩარევაა თქვენზე. არ დააყოვნა მაგმა. აქ რა ხდება ჩემო კარგებო? აქ არის მატერიალური მდგომარეობის უკუსვლა პირველ რიგში, მატერიალურიც და ფიზიკურ ჯანმრთელობას და ვიზუალსაც შეიძლება დატყობოდა ჯანმრთელობასაც, გარეგნობაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი, რომ ადამიანი თითქოს უცებ ჩამოხმა, უცებ შეიცვალა ვიზუალურადაც, რა თქმა უნდა მატერიალური სფერო ძალიან არის დაზიანებული და აი თითქოს სასწორი არის. როგორც ჩანს, აქ არის წარმატებულ შემდგარ ადამიანზე ლაპარაკი, ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში გაჭირვებაზე არ არის ლაპარაკი, რომ ადამიანს უჭირდა როდესმე და რაღაცას ეხლა მიაღწია, არა ადამიანი მშრომელი, მშოვნელი, ჯანსაღი, ჯანმრთელი, ლამაზი, მაგრამ სულ რაღაცა დაცემა ადგომის მომენტები გაქვთ, აი რაც არ უნდა წამოიწყოთ, არის ადამიანი ვინ ჩაიფიქრეთ, ყველაფერი ესე იგი თითქოს იწყება რაღაც კარგი, ეს ადამიანი თუნდაც ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგება და ისევ აგრძელებს გზას, მაგრამ რაღაცა მომენტში ყველაფერი ინგრევა ისევ და ისევ. ამას აქვს ესეთი ძალიან განმეორებადი სახე და ეს სიტუაცია პირველი არ არის თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება აქ უკვე ლაპარაკია მაგიაზე, მაგია ქალბატონისგან, პენტაკლების დედოფალი, არ გამოვრიცხავ სანათესავდან, შეიძლება ოჯახის წევრიც ერქვა სახლ-ნათესავი იყოს, სამეზობლოდან შინაურია. ისე სამწუხაროდ როგორც წესი შინაურებისგან ძალიან ხშირია, თორე უცხოს რაში აინტერესებს თქვა სიტყვაზე თქვენი წარმატება ან წარუმატებლობა. ხშირია ეს თემა თქვენს ცხოვრებაში, პირველი შემთხვევა არ არის და უკვე თავადაც ხვდებით და გრძნობთ, რომ აქ უკვე მაგიაზე და ჩარევაზეა ლაპარაკი, რადგან გამოცდილება გაგაჩნიათ. ზოგჯერ გიდგებათ ისეთი პერიოდი, რომ საერთოდ ცხოვრების ინტერესს კარგავთ და სამწუხაროდ ძალიან ძლიერი მაგიის და ხშირი მაგიის დროს შეიძლება ადამიანს თვითგანადგურების რეჟიმი ჩაერთოს. იქ არ ვიცი 1000 ცუდი ჩვევა შეიძინოს ჯანმრთელობისთვის მავნე და ასე შემდეგ რაღაცა სულხიფათები, შარები, მაგრამ კარგი ის არის, რომ თქვენ თვითონ ამას გრძნობთ, ხვდებით და შეიძლება უკვე მიმართეთ კიდევაც ვინმეს დასახმარებლად ან აპირებთ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია, ნახოთ გამოცდილი ადამიანი და მიმართოთ დახმარებას. ნახოთ დავაკონკრეტოთ ვინ რატორისთვის. აქ გადახდილი მაგიაზეა ლაპარაკი და ოჯახის წევრზეა შემოკარგებო ლაპარაკი. აქვს ვიღაცას თქვენს მიმართ ძალიან ისეთი სერიოზული აგრესია, სიბრაზე, რატომღაც ფიქრობს, რომ სამართლიანად გებრძვით, თავს მიიჩნევს ამ სიტუაციაში მართლად,
შეიძლება რაღაცა იურიდიული მომენტებიც გქონდათ, განქორწინება, ბინის გაყოფა, გამოყოფა და რაღაცა მატერიალური დავები სასამართლო, აქ იყო მატერიალური დავა და კონფლიქტები და აი ესეთი ადამიანი გებრძვით, ძალიან სერიოზულად გებრძვით და უეჭველი გჭირდებათ დახმარება. მე მგონი გასაგებია სიტუაცია, შინაური ოჯახის წევრი და დანარჩენი რაც ჩამოვთვალე. სხვათა შორის აქ წმენდის ისიც მიდის. შეიძლება რომელიღაცა თქვენგანი, ვისაც ეცნო ეს სიტუაცია, უკვე იყო კონსულტაციაზე პროფესიონალთან, მიმართა წმენდას და გაინტერესებთ შედეგები, ვინც უკვე მიმართეთ წმენდას და გაინტერესებთ როგორ იმუშავა იმ ოსტატმა, ვისაც მიმართეთ, გეტყვით რომ კარგად მიდის პროცესი და ვისთვისაც ახლო მომავალში, ახლო პერსპექტივაშია ეს თემა, არ გადადოთ, არ დააგვიანოთ, გაანულებს ეს ადამიანი ამ ყველაფერს, ვისაც მოძებნით, მიმართავთ, ვისაც ენდობით და შეძლებს თქვენს დახსნას ამ ნეგატიური ზეგავლენისგან. ნახოთ მეორე ვარიანტი. კონფლიქტურ სიტუაციაზეა ლაპარაკი. ახალი თემა არის ეს თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები დაიწყო, შეიძლება რაღაც აგრესია ჩაგერთოთ თქვენ თვითონ ზოგადად ყველას მიმართ, ან საყვარელი ადამიანის მიმართ, ან პირიქით საყვარელი ადამიანი გახდა თქვენთვის ძვირფასი შინაური ოჯახის წევრი ვიღაც გახდა ძალიან აგრესიული და ეჭვი გაქვთ რომ რაღაც ვერ არის რიგზე და გაინტერესებთ არის თუ არა მაგიური ჩარევა და ზოგადად ამ ყველაფრის მიზეზი. ნახოთ კიდე რა ხდება. ანუ სულ დაძაბული ძალიან კონფლიქტური სიტუაცია არის, როგორც ჩანს თქვენ ვინც მიყურებთ, სხვა ადამიანი გყავთ ჩაფიქრებული და გაინტერესებთ რა სჭირდება, იმიტომ რომ მოთმინებას ვხედავ თქვენი მხრიდან, ითმეთ, ცდილობთ ზოგჯერ გულგრილად შეხვდეთ ამ ყველაფერს, არ უპასუხოთ ადამიანს, არ აყვეთ კონფლიქტში, მაგრამ სისტემატურად დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და შეიძლება ზოგჯერ, აქაც შემოკარდებოდ თქვენ თვალწინ ჯერ კარტს დასტას და ვიღებ კარტებს თქვენ თვალწინ და ესევე ამოვიდა მაგია. რომ უნდა მეკითხა არის თუ არა მაგიური ჩარევა. აქ კონკრეტული სიტუაცია, ადამიანი გახდა ძალიან აგრესიული და არის სულ მუდმივი კონფლიქტები. არის თუ არა მაგი უნდა გამეფიქრებინა, გამეჟღერებინა და თავად ამოვიდა კარტი. ნახოთ. აქ არის დამანგრეველი მაგია. აქ არის კონკრეტულად ოჯახის დანგრევაზე ლაპარაკი. არ ვიცი ეს პიროვნება თქვენი მეუღლეა თუ რომელიმე ოჯახის წევრს ენგრევა ოჯახი და მასზე ჩაიფიქრეთ, მაგრამ აქ არის აი ძალიან კონკრეტული დავალება მიცემული ვიღაცისთვის, ანუ ვითომ მაგისთვის ვაიმაგებს ვეძახი, შავებს, ვერ ვიტანდა რა ვქნა. ზოგჯერ შეიძლება აღნიშნო გაკეთებული ჯადოს პროფესიონალიზმი და ვთქვა რომ ხო მაგარია, მაგრად გაუკეთებია, პროფესიონალურად გაუკეთებია, მაგრამ არანაირად და ვერანაირად პატივს ვერ ვწევ ესეთ ხალხს. ესენი არიან, არ ვიცი, საზოგადოების მუწუკები, ფურუნკულები, რანაირად უნდა ვთქვა, ეხლა თან ვცდილობ სიტყვები შევარჩიო და უწმაწური დინება არ წამომიწყდეს და ასე შემდეგ. კონკრეტული დავალება ოჯახის დანგრევაზე. ვნახოთ, ვინ აკეთებს ამ ყველაფრის ავტორი, ვინ არის, ანუ სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში არის მაგია, შავი მაგია. ანუ ჩემოკარდებო შეიძლება ეს სიტუაცია ეხლა გახდა აქტიური, ანუ პროცესი ახალი დაწყებულია, შესაძლებელია, რადგან აქ მარტო ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, აქ თელს ოჯახზეა ლაპარაკი, ვიღაცას უნდა მთლიანად თქვენი ოჯახის განადგურება. უკაცრავად. ოჯახი, რომელიც იყო ძალიან შეხმატკბილებული, ძალიან მოსიყვარულე, ვიტყვი ღვთით დალოცვილი, ნაკურთხი ოჯახი. სხვათა შორის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გვარში, ოჯახში მამაკაცები ჭარბობენ, ეს ბავშვებიც რო იბადებიან, ბიჭები უფრო მეტია ვიდრე გოგონები. ოჯახში ბევრი მამაკაცია და რატომღაც ესეთი ის მოდის, რომ
მამაკაცებზე შეიძლება იყოს აგრესია კონკრეტულად, მაგრამ მთლიანად ოჯახზეა გაკეთებული, ძალიან სერიოზული. ეს არის მარტოხელა ქალი. რას გესჩით რა უნდა ამ ქალს? მარტოხელა ქალი, რატომღაც თავისი მარტოობით ძალიან აგრესიულად არის განწყობილი თქვენს მიმართ. ქალი, რომელსაც თვითონ გააჩნია ცოდნა, ძალა, ფლობს ინფორმაციას აი ამ მაგიური თემების შესახებ. აქ არ არის გადახდილ მაგიაზე ლაპარაკი, ანუ თვითონ აკეთებს ეს ქალბატონი, ჭყალებში ქალბატონი, დაფიქრდით, ვინ გეგულებათ ისეთი თქვენს გარშემო, თქვენს სოციუმში, ახლობლებში, ვისაც შეუძლია რაღაც ესეთი მანიპულაციების ჩატარება. შეიძლება ძალიან მალავდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, სამეზობლოში ყავდეთ ვიღაც სანათესაოში, ძალიან არის დაინტერესებული ეშმაკთან შეკრული ადამიანი. და სხვათა შორის ჩემო კარგებო, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ნათესაური კავშირიც გქონდეთ ამ ადამიანთან. შორი ნათესავი, ხშირად ვცდილობ ხოლმე ძალიან დელიკატური ვიყო და არ გავაჟღერო ისეთი რაღაც, რაც ადამიანს შოკში ჩააგდებს, მაგრამ ეხლა რასაც ვხედავ, აქ არის ეჭვიანობის მომენტი. ქალი არის გამწარებული და ეს ქალი შეიძლება იყოს ნათლია მირონი, შეიძლება სისხლით ნათესავი იყოს, ჩვენს აჭარლებთან, ჩვენს ქართულ მუსულმანებზე შეიძლება ლაპარაკი იყოს და აი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, რომელსაც თქვენი ოჯახის წევრი მამაკაცი უყვარდა და არ გამოუვიდა ესეთი რაღაც, ანუ ინტერესი ქონა, აქ არის არასწორ, არაეთიკურ მიუღებელ სიყვარულზე ლაპარაკი. ვიღაცა ქალს ქონდა ესეთი ინტერესი, რომელიღაც თქვენი ოჯახის წევრის მიმართ, ხმაც წამეშთვა უკვე ვეღარ იმაშვილი ხელს ლაპარაკში. და გადაწყვიტა ჯიბრზე მთელი ოჯახის დანგრევა და განადგურება, რა კი ვერ მიიღო ის, რაც სურდა. მე მგონი უკვე გასაგები უნდა გახდეს მათთვის, ვისთვისაც არის მეორე ვარიანტი განკუთვნილი. ეს არ არის ძალიან დიდი ხნის დაფიქრდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და აი კატალიზატორი რა იყო, საიდან დაიწყო. ფაქტიურად ეხლა ის პიროვნება ვინ არის კონკრეტულად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია რომ ეს არის ახალი და თუ კი ჯერ არ მიგიმართავთ სპეციალისტისთვის, სასწრაფოდ მიმართეთ, რადგან რაც უფრო ახალი გაკეთებულია ჯადო, მით უფრო მარტივი მოსახსნელია. რაც უფრო მეტი დრო გადის, როგორც კიბო მეტასტაზებს გაუშვებს, ესე ჯდება მთლიანად ადამიანის ორგანიზმში, ენერგეტიკაში, აურაში, ზოგადად მთელ ოჯახს მოედება და მე უფრო რთული იქნება. სასწრაფოდ მიმართეთ სპეციალისტს, ვისაც არ მიგიმართავთ. აქ უეჭველი მთელს ოჯახზეა გაკეთებული. ძალიან ყურადღებით მოიძიეთ ინფორმაცია, ვიღაც თაღლითის მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ და ასაკიც გაითვალისწინეთ, ვისაც მიმართავთ, რატომღაც ესეთი ინფორმაცია წარმოვიდა. ახალგაზრდას დამწყების ხელში არ ჩავარდეთ და თანხას თავი დაანებეთ, დრო არ დაკარგოთ, ძვირფასი დრო არ დაკარგოთ იმისთვის, რომ მე ხელახლა და თავისთავად თანხებსაც უკავშირდება ეს ყველაფერი და ხელახლა არ გიხდეთ გადასახდელი ყველაფერი. ეს მეორე ვარიანტი განსაკუთრებით ძალიან ისეთია. რა მაგია მაინტერესებს. კომპლექსური მაგია გამოყენებული, სტიქიები, ყველა სტიქია თითქმის გამოყენებული და არ გამოვრიცხავ, რომ ნეკრომაგიაც იყოს. არა, ნეკროტიკური მაგია არ არის, ანუ სასაფლაოს მაგია არ არის, აქ ნემსები, ლურსმნები და ესეთი რაღაცები შეიძლება აღმოაჩინოთ კიდეც უადგილო ადგილას. თუ კერძო სახლია და მიწიანი და ეზოიანი, რა თქმა უნდა, უფრო რთულია მოძებნა, მაგრამ თუ კი კორპუსის ბინა გაქვთ,
და ამ ადამიანს შეიძლება წვდომა არ ქონდეს იმდენად, რომ სახში შემოვიდეს და რაღაცები დაგილაგოთ. კარებებში, ნახეთ, ღრიჭოებში, სადმე ჩარჭობილი ნემსები, რაღაც ისინი მჩხვლეტავი, ბასრი ნივთები, ესეც ერთ-ერთი ფორმა არის მაგიის. მე კი მოდიშ გიხდით, ამდენი ხნის დაგვიანების შემდეგ ესეთი მძიმე თემით შემოვედი, მაგრამ მართლა უკიდურესად მოხშირებულია ეს ყველაფერი. უკიდურესად არის გახშირებული და მით უმეტეს, როდესაც ამ სოციალურ ქსელებში ესე ხელმისაწვდომია ინფორმაცია და ნახვებისთვის, პიარისთვის, რეკლამებისთვის კიდე რაღაცა უაზრო რიტუალებს ასწავლიან ადამიანებს და გაუცნობიერებელი ადამიანები ამ საკითხში მიმართავენ რაღაც რიტუალებს, ასეც იზიანებენ თავს და ბევრი მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მე ხვდებიან, რომ რაღაც ვერ არის რიგზე და მოუმართიათ და ჩანს კიდევაც კონსულტაციის დროს, დიაგნოსტიკის დროს, რომ თვითონ აქვს რაღაცა თავის თავზე გაკეთებული, თვითონ დაიზიანა ენერგეტიკა და ასევე სხვებს აზიანებენ და არაპროფესიონალის გაკეთებული კიდე დიდი თავსატეხია, რომ რა გააკეთა, როგორ გააკეთა, როცა სხვებს უკეთებენ, პროფესიონალისას მიხვდები და იცი, რომ აი ესე გააკეთებდა და ამ პროცესს უკვე შეაბრუნებ, მაგრამ არაპროფესიონალების გაკეთებული კიდე უფრო რთულია და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ზიანდება ამით. ისინი არ აგიხსნიან რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს და მაქსიმალურად არ მოგაწვდიან დეტალებს, იმიტომ რომ ამით შეულობენ ფულს ამ საქმიანობით და სულაც არ შედის მათ ინტერესში, რომ გასწავლონ ყველაფერი, რაც თვითონ იციან და თავისთავად იმ რიტუალს რაღაცა ესეთი იქნება საიდუმლო რაღაცა პროცესები იქნება იმ რიტუალში, რასაც ასწავლიან, იქნება ნაკლებად ინფორმატიული წესების დაცვა, რომ სჭირდება ამ ყველაფერს იმ წესებზე არ იქნება ლაპარაკი და ასე შემდეგ. ეს კიდე მე მგონი ცალკე ვიდეოს თემაა, რომ ავხსნა რა როგორ ხდება რანაირად და დავიცვა ადამიანები ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც ვინც ნახავს და მოისმენს და გაითვალისწინებს ჩემს რჩევას. მე კი დროებით გემშვიდობებით მომავალ